დილა მშვიდობისა დღეს 6 თებერვალია ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ გეგინემ სიწვერიძესთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ. დილა მშვიდობისა ყველას მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენ კი შევეცდებით ტრადიციულად საინტერესო გადაცემა შემოგვთავაზოთ და დღევანდელ გადაცემას სრულიად მიეძღვნება დავითობის დღესასწაულს. ვიდრე გაგაცნობდეთ გადაცემის ანონსს, ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 6 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 6 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მელქისედეკ პირველს, საქართველოს პირველ კათოლიკოს პატრიარქს, სვეტი ცხოვლის განმაახლებელს, ღირს ქსენია რომაელს, წმინდა მოწამეებს, ბაბილა სიცილიელს და მის მოწაფეებს, ტიმოთეს და აღაბის, ღირს მაკედონის, სირიელ მეუდაბნოეს, ღირს მოწამე ანასტასის სპარს, ნეტარ ქსენია პეტერბურგელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი იქნება მოძღვარი, შემოგვიერთდება საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის შესახებ. 7 თებერვალს 13 საათზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდება წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გადაცემის მსვლელობისას შემოგვიერთდება სტუმარი, რომელიც სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი ლელა ხაჩიძე. დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით 8 თებერვალს იმართება ლოცვითი მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც აღევლინება პარაკლისი. თემაზე სასაუბროდ გადაცემის დასავლით ნაწილში შემოგვიერთდება წმინდა 9 ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. ახლა კი ვიდრე მამა კახაბერი შემოგვიერთდება, ამინდის პროგნოზს გავეცნოთ, გავიგოთ როგორი ამინდია მოსალოდნელი თბილისსა და სრულიად საქართველოში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 8 თებერვალს 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება საზეიმო მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან 24 სკოლიდან სამების ტაძრამდე, სადაც გადახდილი იქნება პარაკლისი. ერთად აღნიშნოთ დავითობა საქართველოს ოქროს ხანის დასაწყისიდან 900 წელი. დიდია 8 წელი დავით აღმაშენებელისა, მაგრამ ეს სიძლიერე მიანიჭა მას უფალმა. შემოგვიერთდით საქართველოს საპატრიარქო, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, შემოგვიერთდა საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის შესახებ. მოგესალმებით, მამა კახაბერ, დაგლოცეთ. მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის ღმერთმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. დავითობას აღნიშნავთ 8 თებერვალს, თუმცა ეს წელი არის საიუბილეო, 900 წელი სრულდება მისი გარდაცვალებიდან და მთელი ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ზოგადად ეს დღეები, რა თქმა უნდა, დაეთმობა საუბარს წმინდა დავით აღმაშენებელზე. თქვენთან ალბათ ვისაუბრებთ უფრო სულიერი კუთხით. დიახ, იმიტომ რომ მრავალმხრივი მოღვაწეა დავით აღმაშენებელი, გამორჩეული არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიაში აქვს მას დიდი როლი და ვიცით როგორი საქართველო ჩაიბარა მან ფიზიკურად დაუძლურებული, სოციალურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად. აი სულიერი მდგომარეობის თვალსაზრისით რა ვითარება იყო საქართველოში, როდესაც დავითი გამეფდა. ჩვენ ვიცით რომ დავითის მეფობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, კერძოდ მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა წმინდა გრიგოლ ხანძთელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლეს. მეუდაბნოე მამათა და წმინდა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის თვალსაზრისით, ვთქვათ, აი შემდგომ პერიოდში მათი ვთქვათ, რაც იყო შედეგი მათი ღვაწლისა, რა ვითარება იყო შექმნილი სულიერი თვალსაზრისით დავითის გამეფების დროს და თუ დახვდა ამ კუთხით მას რაიმე საფუძველი. რა თქმა უნდა დახვდა, თუმცა კი სანამ ამას ვიტყოდე, უპირველეს ყოვლისა, ალბათ ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაც არის სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ და მადლობა უთხრათ ღმერთს, რომ ასეთი მეფე გვყავდა, როგორიც იყო დავით აღმაშენებელი. მე ახლა, როდესაც მოვემართებოდი თქვენი ტელევიზიისკენ დილიდან გაღვიძებული და ნამყვა ფიქრი, რომ აი დავითზე უნდა ვისაუბრო და რა ძნელია, რომ როდესაც იცი რაღაც როგორ უნდა ისაუბრო ამ კაცზე და ყველაფრის თქმა გინდა და რო იცი რომ ყველაფერს ვერ იტყვი. ვერ იტყვი იმიტომ კი არა რომ არ არის სათქმელი, არც დრო გეყოფა ამის, არც გადაცემის ფორმატი მოგცემს ამის საშუალებას და ჩვენ არა მარტო უნდა ვისაუბროთ, რომ საუბარი საუბრად არ დარჩეს. ეს უნდა დაიდოს ჩვენი ცხოვრების მაგალითად. რომ ვინ იყო დავითი, რა სულიერება დახვდა და რა როგორ შეეგება თვითონ ამ სულიერებას, ამაზე აუცილებლად მოგახსენებთ. მაგრამ ამავდროულად ამ სამადლობელ სიტყვაში უნდა ითქვას ისიც, რომ ღმერთი ყოველთვის გამოაჩენს აი ისეთი თითქოს რაღაც უკიდურესი წერტილია და თითქოს დაღუპვა რო გიქადის და სხვა მეტი არანაირი სინათლე რომ არ ჩანს, მას სწორედ მაშინ მოავლენს ხოლმე ესეთ პიროვნებას, როგორიც დავითია და მსოფლიოში ყოფილა არაერთი ამისი მაგალითი. ბიბლიაში არის ამისი არაერთი მაგალითი ისრაელის ერთთან მიმართებაში და საქართველოში ვიცით ჩვენ ამისი არაერთი მაგალითი. ამიტომაც დავითის შესახებ მე მინდა ყველა ქართველს უთხრა, რომ არა მარტო ის, რაც ყურმოკრული იცის, როდესაც დასჭირდება რაღაცა თქვათ ეკლესიასთან მიმართებაში იტყვის, რომ უი ჩვენ რუის ურბნისი გჭირდება, იქ დასჭირდება და აბა დავით ეხლა მოღალატეებს ასე მოექცეოდა და დავით არა, უნდა წაიკითხონ დავითის თვისებები რა იყო და როგორ იქცეოდა და როგორ აკეთებდა ამას ყველაფერს, იმიტომ რომ შენ ერთი ამბობ რომ ეს გჭირდება, მაგრამ როგორ და ვინ უნდა განახორციელოს ამაზე აღარ ფიქრობ და აღარ ლაპარაკობ და ეს არის ხშირად ჩვენი უბედურების მიზეზი, იმიტომ რომ ფსალმუნის ეს სიტყვები და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა მიემართება იმ ადამიანს, რომელიც მოდის მთავრობაში, ხომ? აი, ამაღლდა რაღაც და მთავრობის წევრი უნდა გახდეს და ის არის ღვთისნების, უნდა იყოს ღვთისნების გამტარებელი. ღმერთმა გამოაჩინა მასზე ნება, რომ ის ყოფილიყო ხალხის წინამძღვარი, მაგრამ ამ ადამიანმა თუ გამოაჩინა ნება, რომ ღვთისნების გამტარებელი ყოფილიყო, აი ეს სინერგია მოხდა თუ არა მასა და ღმერთს შორის, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ შეკითხვა ამითი დავიწყეთ, რომ დავითის შესახებ საუბარი თითქოს ასე უნდა წარგვემართ, თითქოს კი არა და ასე უნდა წარვმართოთ რაღაცა სულიერი კონტექსტით შევხედოთ. ნამდვილად წმინდანია ის, მასვე ვედრებით მეუხებას ღვთის წინაშე და ისტორიული მოვლენების წაკითხვაც აუცილებელია და ამავდროულად ისევე როგორც უწმინდესი ხშირად გვეუბნება, რომ ღვთისმეტყველების ისტორიის გარდა ისტორიის ღვთისმეტყველება უნდა შეგვეძლოს, აი სწორედ ეს შევეცადოთ ახლა დავითთან მიმართებაში. რაც შეეხება იმ წინამოსამზადებელ პერიოდს, რა თქმა უნდა ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ თქვენ გრიგოლ ხანძთელი ახსენეთ, იქ არ შეიძლება არ ითქვას
თაწმინდელი მამების ღვაწლი ხათონელების რა რომელთა ესე იგი რა გითხრათ ესენი რომ არ ყოფილიყვნენ დავითს არ ექნებოდა ეს საფუძველი თუნდაც იმისა რომ ჩვენ ვიცით როგორ უყვარდა მას წმინდა წერილის კითხვა წმინდა წერილისთვის მას დასჭირდებოდა სხვა ენის ცოდნა რომ წაეკითხა წმინდა წერილი თავიდან ბოლომდე და ამ დროს უკვე წმინდა წერილის წიგნები ნათარგმნია და მას საშუალება აქვს თავის თანამედროვე ენაზე გასაგებ ენაზე წმინდა წერილი იცოდეს ზედმიწევნით და თუ როგორ ზედმიწევნით იცოდა იმიტომ რომ წელიწადში რამდენჯერ კითხულობდა ყველა წიგნის ბოლოს ხაზი იყო ჩამოსმული და ეს მის მატიანეშია მოთხრობილი ამის შესახებ საუბარში მე დროს აღარ დავკარგავ. ასე რომ ეს მოსამზადებელი პერიოდი რა თქმა უნდა წინასწარ თითქოს გაემზადა დავითისთვის, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვთქვათ დავითის პიროვნებაზე რომ ის მაძიებელი კაცია ამ ყოველივესი. ღვთის ნების გამო მეძიებელი კაცია. და არ იფიქროთ რომ ეს როცა დაბრძენდა და ესე იგი შევიდა რაღაცა ასაკში ვერც მოასწრო მან ასაკში შესვლა 52-13-ის დიახ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა რითი გარდაიცვალა იმიტომ რომ საწოლში წოლაზე უფრო მეტი უნაგირზე იჯდა კაცი და ხმალამოწვილი იბრძოდა ცხენდა და მთელ საქართველოში წინ და უკან დადიოდა და რა თქმა უნდა დაილია და რა თქმა უნდა ფიზიკური ძალები აღარ იყო მაგრამ ვგულისხმობ რომ ეს მისი გამომეძიებლობა ეს მისი რაღაცა ღვთისნების მაძიებლობა და სადეძებდა ამას ყოველივეს წმინდა წერილში რა თქმა უნდა სადეძებდა იმ ეკლესიის წევრებში რომელიც მიაჩნდა რომ ისინი ზნეობრივად და კარგად გამართულად ცხოვრობდნენ ამიტომაც დავითის ეს მეფობა რომელიც მან დაიწყო 16 წლისა იყო როდესაც ტახტზე ავიდა ის უკვე სრულიად ახალგაზრდა ჭაბუკი როგორც ბრძენი ისე მოგვევლინება ბრძენი თითქოს რომელმაც ცხოვრება რაღაცა გაიარა და ეხლა ესეთ სულიერ სიმაღლეებს არის მიღწეული აი ესეთ კაცად მოგვევლინება ეხლა ვთქვათ სულიერი თვალსაზრისით რომ რა სჭირდებოდა მაშინ ერს დიახ ეხლა ფიზიკურად რა სჭირდებოდა გასაგებია ყოველთვის ვიცით რაც სჭირდება ერს რომ რაღაცნაირად სახელმწიფოს უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური თუ თქვა შიდა სოციალური თუ ასე შემდგომ რაღაც პრობლემების მოგვარება მაგრამ რა იყო საქართველო იცით დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ ეხლა უხეშ შედარება და სურამის ტყერო ქონოდა ეს იყო მისი სამეფო ვერც დასავლეთში და ვერც აღმოსავლეთში მას თავისუფლად სიარული ამისი საშუალებაც კი არ ქონდა და რაც გააკეთა ამ ადამიანმა გააჩინა იმედი საზოგადოებაში გააჩინა იმედი და ეს იმედი იცით რითი დაიწყო რომ ამ თურქ სელჩუკთა უძლეველობის მითი მოკლა და მოკლა იმით კი არა რომ დადიოდა და მხოლოდ დაპირებებს იძლეოდა რაც ხშირად შეიძლება მოისმინოთ ხოლმე თანამედროვე სამყაროში რაღაცა პოლიტიკური ვითარების გამო რომ ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, ამას ამთას გადავდგამ და იმთას არა, რა დაპირებასაც იძლეოდა იმას საქმით ასრულებდა. და აი მისი ეს პატარა პარტიზანული ბრძოლები, რომლებიც მოთხრობილია მის ცხოვრებაში და ისტორიკოსი ამას აღგვიწერს, ეს იყო რაღაცა ის წერტილოვანი დარტყმები და ყველა ბრძოლაში იგებდა აბსოლუტურად. ეს ყველა ბრძოლაში მოგება ნიშნავს აი ამ იმედის გაჩენას. პირველ რიგში როგორც გითხარით ძიება ღვთისნებისა და არაფერს არ აკეთებდა ის რაღაცა ამ სასულიერო პირებთან შეთანხმების გარეშე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვიღაცისთვის დღევანდელ დღეს ეს შეიძლება ღიმილის მომგვრელი იყო ვიღაცისთვის შეიძლება ცოტა ისე ცინიკურად შეხედოს ამ ყოველივეს მაგრამ ნახეთ დავითის ცხოვრება თუ ამ თათბირის გარეშე სასულიერო პირებთან თათბირის გარეშე ის რომელიმე კანონს ღებულობს ან რომელიმე ომსა წარმოებს ან რომელიმე თქვათ რაღაცა დაპირებას აძლევს ხალხს ან მოღალატეს როგორ ექცევა ან სხვა საქმეებს როგორ აღასრულებს. და ვინ იყო მისი მოძღვარი, ხო? დიახ, მოძღვრები შეიძლება ითქვას. უпростоად მოძღვარი, რა თქმა უნდა, სულიერი თვალსაზრისით ერთია, ვისაც ახსარებას აბარებდა, მაგრამ მოძღვრებში გულისხმობ, რომ სათათბირო საბჭო, რომელიც მას ჰქონდა, 4 მოძღვარი იყო აი ამ სათათბირო საბჭოში და უპირველესი ვინც იყო, ეს იყო გიორგი ჭყონდიდელი რომელიც ესე იგი გახდათ მეფის მარჯვენა ხელი, მისი საქმის აღმასრულებელი შეიძლება და პირველი მოთათბირი, ანუ სათათბირო რომ შეიკრიბებოდა პირველ რიგში ეს სასულიერო. ამიტომაც ეს მაგალითი
განამარტო დღევანდელი ვინც იყვნენ წარსულში მთავრობის წევრები და ვინც მომავალში კიდე ანაპირებენ და ან დააპირებენ მოსვლას ყველამ კარგად უნდა იცოდეს რომ ვამბობთ რომ საქართველოში ოქროს ხანის დასაწყისი ეს ოქროს ხანა რის ხარჯზე დაიწყო და რანაირად დაიწყო ამ ისტორიას აბსოლუტურად ყველა უნდა კითხულობდეს იმიტომ რომ ჩვენ დღევანდელ თანამედროვეობაში აღმოჩნდებით ხოლმე სავალალო მდგომარეობაში რაღაცა კანონს დაანონსებენ რომელი კანონი შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ეკლესიასთან ან ზნეობასთან, ან სახარებისეულ სწავლებასთან, ამის შემდგომ გაჩნდება ბრძოლა, იქ ვიღაცა ბოროტი ძალები იმით სარგებლობენ, რომ მერე დაპირისპირება მოახდინონ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და მიდის ერთმანეთის გაქეზება და აი ეს დავითთან ვერაფრით ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ მათთან შეუთანხმებლად არაფერს არ გააკეთებდა. ამიტომაც ღვთისნების ეს გამომეძიებლობა ამ კაცის მთავარი, ესე იგი თვისება და მეორე ასევე საღვთო თვისება, რომელიც გითხარით, ეს გახლავთ იმედი რომელი იმედსაც ის აჩენს უკვე ამ თურქ-სელჩუკთა უძლეველობის შესახებ, იმიტომ რომ აი მაშინდელ წარმოდგენაში აი როგორ ძალიან პატარა ჯარი ყავს, ძალიან პატარა რაღაცა ესე იგი ტყეში არის თავშეფარე, სასახლეც კი არ აქვს ნორმალური, სადაც ადამიანმა შეიძლება მოისვენოს და დაიძინოს. რასაკეთებს დავითი, რომ აი ამ თავის ამ პარტიზანულ ჯარში არჩევს ისეთ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებული მამაცობით გამოვიჩინა თავი, რომ იცის მათ შემდგომში უკვე რა დავალებები შეიძლება მისცეს, ვისაც ხვდება რომ ეშინია მათ სახლში უშვებს. და საიდან სწავლობს ამ ყველაფერს ხომ არ იცით? რა თქმა უნდა ბიბლიიდან. ბიბლიაში ეს ყველაფერი ზუსტად ასე არის აღწერილი, როდესაც არის ბრძოლების ისტორია. ომს როდესაც აწარმოებს დავით მეფე და ამ ომის რაღაცა ომში კანონები აქვს. საიდან აქვს ეს კანონები აღებული? რა თქმა უნდა ბიბლიიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ სამწუხაროდ არც ერთს ვკითხულობთ ახლა და არც მეორეს ისე ხშირად, თორემ თუ ადამიანი დაკვირვებით წაიკითხავს, აი მსაჯულთა წიგნებს, წაიკითხავს მეფეთა წიგნებს ბიბლიაში, ზუსტად მიხვდება საიდან სარგებლობდა დავითი. ზუსტად მიხვდება რომ როცა აკრძალა მან ყოველგვარი ბილდსიტყვაობა, როცა აკრძალა მან რაღაცა ისეთი ცეკვა თამაშები, რომლებიც რაღაცა ზნეობას ეწინააღმდეგებიან. იმიტომ რომ ამ ღვთის გამომეძიებლობაში, ამ იმედის მიცემაში, მხოლოდ ის კი არ არის საკმარისი, რომ შენ ამ წერტილოვანი ბრძოლებით იგებ და რაღაცნაირად ხალხში იმედს აჩენ, არამედ შენი ზნეობა არის უმთავრესი რამ. ჯაბუ ამურეჯიბს საოცრად აქვს ნათქვამი დათა თუთაშხიაში, როდესაც ათქმევინებს სანდრო კარიძეს ასეთ ფორმულირებას. ისე პირდაპირ არაფერია ერთმანეთზე დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე მისი ქვეყნის ბედიღბალი. პიროვნების ზნეობაზე არის ნამდვილად დამოკიდებული მისი ქვეყნის ბედიღბალი და საკუთრებით მართველზე ხო ვინც არის სათავეში ქვეყნის. ამიტომაც დავითი თვითონ არის ზნეობრივად ასეთი მოწესრიგებული და ბიბლიიდან სარგებლობს, აი ამ ცხოვრების წიგნიდან სარგებლობს, თუ როგორ უნდა აწარმოოს ომი, თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანა, თუ როგორ უნდა დაეკითხოს უფალს. და უფალთან დასაკითხად ვინ სჭირდება მას ღვთის ნების გამოსაძიებლად ვინ რომელი პიროვნებები სჭირდება მას და აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ისე გავს რომ აი რიცხობრივად ხომ ძალიან ცოტა არის დავითი და მისი ჯარი და თურქ-სელჩუკთა ესე იგი შედარებაც კი შეუძლებელია რაოდენობის მიხედვით მაგრამ მიუხედავად ამისა დავითს ყოველთვის გამარჯვება რჩება იმიტომ რომ იცის როგორ მოიქცეს და იცის ეს რა თქმა უნდა ბიბლიიდან და იცის რა თქმა უნდა ეკლესიასთან შეთანხმებით როგორ იმოქმედოს. აი ბიბლიურ ერთ ისტორიას აქვე გავიხსენებ და მიხვდებით დავითის ამ არის ესეთი მსაჯული გედეონი. ძველ აღთქმაში არის მოთხრობილი მის შესახებ. რომელსაც ყავს დაახლოებით 10000 კაციანი ჯარი. პირობ შეიძლება ციფრი ზუსტად მე შელებოდეს, მაგრამ და გამოვიდეს უნდა საბრძოლველად მიუხედავად იმისა რომ ეს 10000 კაციანი ჯარი ძალიან ცოტაა იმის წინააღმდეგ ვისაც უნდა ებრძოლოს. და უფალი ეუბნება რომ ეხა გამოვწევ ვისაც ეშინია სახლში წადითო. და მოტრიალდება გედეონი დღეს ვისაც ეხა გეშინია ცოტა გული შეგეთქათ შეგიძლიათ სახლში. დარჩა დაახლოებით 9 წამოვიდნენ კიდევ და ეუბნება რომ ეხლა მდინარეზე ჩაიყვანეო და წყალი დაალევინეო. ვინცო დაიჩოქებს და ესე დაეწაფება წყალსო, ისინი ცალკე დააყენეო და ვინც ხელით ამოიღებს და შეხრებს, ისინი ცალკე დააყენეო. ასეთი ვინც ხელით ამოიღებს და წყალს შეხრებს, აღმოჩნდება 300 კაცი.
ამ 300 კაცით წახვალ და იბრძოლა. ანუ 10000-იც კი ცოტა იყო, მაგრამ 300 კაცით ეუბნება უფალი გედეონს, რომ ის მსაჯულია, წინასწარმეტყველია და უნდა წავიდეს საბრძოლველად. სულ მიკვირდა, რომ აი რა განსხვავება იყო ახლა, როგორ დალევდა ადამიანი წყალს, ამის მიხედვით რატომ უნდა განესხვავებინათ, მაგრამ როგორც კი მამების განმარტება ვნახე, რა განსხვავება არის ამ ორ დაჯგუფებას შორის, რომლებმაც ერთმა დაიჩოქეს და ისე დაეწაფნენ და მეორემ რომელმაც ხელით შესვრიპა ეს წყალი, ერთადერთი განსხვავება, ვინც ხელით ამოიღო და შეხვრიპა წყალი, ის მარხვაზე. იმიტომ რომ ბევრ წყალსაც კი არ სვავს ადამიანი, როდესაც ის განსაკუთრებული ბრძოლისთვის ემზადება. ამიტომაც დავითმა ეს მაგალითები გააცოცხლა ყველაფერი ბიბლიის ეს ნამდვილი ისტორიები გააცოცხლა თავის ცხოვრებაში და ნამდვილად ასე იყო, როგორი მარხვა იყო დაწესებული, როგორი ზნეობრივი მაგალითები იყო დაწესებული იმისთვის, რომ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელი გამختارიყო ღმერთის მიერ მისი ხელით. ასეც მოხდა ძლევայի საკვირველი. ძლევայի საკვირველი, იმიტომ რომ თუ რა ვიცი ხა რიცხობრივი რაოდენობით და თუ ესე იგი იმათი სიძლიერით ვერაფრით ვერ უნდა მოგვეგო ჩვენ ეს ომი. მაგრამ აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბიბლიის ცოდნით და ბიბლიის ბიბლია რომ ცოცხალი წიგნია შენთვის, სწორედ ეს არის დავითის მაგალითი და სწორედ ეს არის დავითის მეფობა, უამრავ სხვა, ესე იგი, როგორც რაღაცა ძვირფასი ალმასის ქვა თუ შუქზე გახედავთ, ყველა წახნაგიდან სხვადასხვა ფერი გამოვა, ესე შეიძლება დავითზე მრავალფეროვნად საუბარი, ალბათ დაუსრულებლად მინდა გითხრათ, იმიტომ რომ შეუფასებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე და აი როდესაც მოვდიოდი, მე დღეს ვფიქრობდი მე ფიქრებოდა სულ დავითზე რომ როგორ უნდა ვთქვათ, როგორ უნდა ვილაპარაკოთ და მე ფიქრებოდა კიდევ ერთ რამეზე რომ არ ყოფილიყო დავითი რა იქნებოდა. თუმცა კი მართლმადიდებლობას არ აქვს ეს ტრადიცია რომ იმსჯელოს ისეთ რამეზე რაც არ მომხდარა, ხშირად ეს კითხვი ამ კითხვით მოსულან ხოლმე ჯვარცმა რომ არ მომხდარიყო რა იქნებოდა. ჩვენ ამაზე ვერ გავცემთ პასუხს, უпростоრად გავცემთ, ოღონდ ყველა შემთხვევაში ჩვენი ვარაუდი იქნება ეს. ვიტყვით რომ ადამიანური ვარაუდი იქნება, რომ არ ყოფილიყო დავითი ქართველობა არ იქნებოდა, შეიძლება ვთქვათ, მართლმადიდებლობა არ გვექნებოდა, ენა შეიძლება არ ქონოდა, საქართველოს არ ჩვენ ხო ეს ტერიტორია საერთოდ ვისი იქნებოდა, ვინი ცხოვრებდა. მოკლედ აი უამრავი ვერსია, რომელიც შეიძლება იყოს ადამიანის კერძო მოსაზრება, მაგრამ იყო დავითი, რომელიც აი ჩვენს თვალწინ ცოცხალი მაგალითია ქრისტიანობისა, ზნეობისა, მეფობისა, მთავრობისა, სარწმუნოებასთან მისი დამოკიდებულებისა, მისი ადამიანობისა, როდესაც ვამბობთ რომ ის მკაცრი იყო, მკაცრსა და ესე იგი გულბოროტობას შორის ჩვენ დიდი ზღვარი უნდა დავდოთ, იმიტომ რომ მკაცრი თუ არ იქნა ხელისუფალი შეუძლებელია ისე ქვეყნის მართვა. ოპოზიციამ ასაც ყავდა. და არ იყო მისი მიდგომა ლიბერალური, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას. რა თქმა უნდა, მაგრამ ის თუ იყო მკაცრი, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ გულბოროტი იყო რაღაცა პირადი გამორჩენის მიზნით, ან პირადი ბოღმის გამო, ვინმეს დაჩაგრავდა და ვინმეს ესე იგი და დაждდა. არავითარ შემთხვევაში ასე არ უნდა ვიფიქროთ, მისი სიმკაცრე ერთადერთია, რომ ეს ჭირდება ქვეყანას. ეს აი სახელმწიფოებრივი აზროვნება შეიძლება ხშირად გაიგონოთ კიდეც ეს ტერმინი, სახელმწიფოებრივი აზროვნება ჰქონდა თვითონ მას და გააჩინა საზოგადოებაში ესეთი სახელმწიფოებრივი აზროვნება, როდესაც პირველ სასჯელად თავისი აი ამ პარტიზანულ ჯარში, რომელსაც შეიძლება ესეთი როგორი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა უნდა ქონოდა, სახელმწიფო არ არსებობდა, რას აკეთებდა თუ კი რაიმე უზნეობას გაიგებდა, ამ ადამიანს დედაკაცის ტანისამოს ჩააცმევდნენ, ჯორზე უყუყვასვავდნენ და ისე უშვებდნენ სახლში. ბრძოლის უფლება აღარ მიეცემ. ძალიან დიდი სირცხვილი იყო ეს და ამიტომაც ესე იგი თუ თქვათ ღმერთის შიში არ ქონდა ადამიანს და ამიტომ რაღაცა უზნეობისკენ ხელი წაუწდებოდა, უკვე გაუჩნდებოდა საზოგადოების შიში და სირცხვილი იმისა, რომ არ ეჭამა ეს სირცხვილი და დავითის მეფობა ასეთი გახლავთ. ახლა ცოტა ისე არ გამომივიდეს, რომ სულ მე ვლაპარაკობ რაღაცა და ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა, ამიტომაც მაგრამ აღარ შეგაწყვეტინეთ ჩვენც ამიტომ. მამა კახაბერ, მართლობის ფორმაზე ისაუბრეთ და ამ კუთხით მინდა რომ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი და განვავითაროთ კიდევ უფრო.
არ არის არც მხოლოდ მე-11 საუკუნეზე საუბარი, ალბათ კაცობრიობის არსებობის ნებისმიერ პერიოდში, ნებისმიერ საუკუნეში არის მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფალს ჰქონდეს აი ზუსტად ისეთი ურთიერთობა ეკლესიასთან და სასულიერო პირებთან, როგორიც დავითს ჰქონდა. თან საინტერესოა, რამდენად არის ეს გამოცდილების ხარჯზე, მხოლოდ 16 წლის მეფეზე ვსაუბრობთ, რაც უკვე აღნიშნეთ და იცის თელმა მსოფლიო. ისწავლება თუ არა ეს? აი ეს არის ყველაზე საინტერესო, ალბათ როგორ შეიძლება ისწავლოს და იცოდეს 16 წლის ადამიანმა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად ხელისუფალი და მეფე ამ შემთხვევაში. თქვი და კვლავ გავიმეორე, პიროვნულ არჩევანზე აქ ყველაფერი, რას მოიმოქმედებს ადამიანი. ღმერთმა კი გამოარჩია ის, მაგრამ მან თუ გამოარჩია ღმერთი. ანუ ეძიებს თუ არა ის ღვთისნებას. ამაზე არის საუბარი და აქედან მომდინარე არის დავითის ეს მოქმედება. ეხლა თანამედროვე სამყაროში თუ გადმოვიტანთ, თუნდაც თანამედროვე ჩვენ სახელმწიფოზე, იმიტომ რომ ეხლა სხვა სახელმწიფოებში შეიძლება სხვა რაღაც წესდებები ქონდეთ, მაგრამ ჩვენთან თუ გადმოვიტანთ, აბსოლუტურად შესაძლებელი არის ეს. არ გულისხმობ იმაში, რომ სახელმწიფო გავხადოთ თეოკრატიული, დავითთან შეიძლება იყო ამისი რაღაცა მცდელობა და განახორციელა კიდეც, მაგრამ ამას აბსოლუტურად სხვა სისტემა სჭირდება და დღევანდელ დღეს ჩვენ შეიძლება ესეთი თეოკრატიული მართლობა ვერც განვავითაროთ და შეიძლება არც კონდეს ამას ხო ესეთი ეფექტი, მაგრამ მე ვგულისხმობ რას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის აუცილებელია ძალიან მჭიდრო კავშირი. ეს მჭიდრო კავშირი არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის გამოყენების მიზნით უყურებდნენ ისინი, რომ მე მჭირდება ეკლესია და ამისთვის ვარ მასთან ახლოს, ან ეკლესია ფიქრობდეს, რომ მე მჭირდება ეხა სახელმწიფო და ამისთვის ვარ. ეს უნდა იყოს აღმშენებლობის პროცესში ჩართული ორი ხელი. სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში ჩართული ორი ხელი, როგორც უკვე მოგახსენეთ. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ ისინი რაღაცა ერთმანეთის ან შიშით, ან ერთმანეთის რა გითხრათ, გამორჩენის მიზნით, პირდაპირ ვთქვათ ესე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სახელმწიფომ თუ ასე იფიქრა, რომ ეხლა მე მხოლოდ ხმები მჭირდება ეკლესიისგან და ამიტომ ვიქნები მასთან დაახლოებული პირი და მე აღარ მჭირდება. ეს დამოკიდებულება ძალიან მალე გამოჩნდება. წეგან დავითს და იმედის შესახებ საუბრობდით. დავითი, რომელიც იმედს აძლევს ხალხს, იმედი თუ ტყუილი აღმოჩნდა, ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, მოგეხსენებათ ეს გამოთქმა ჩვენში გამოიყენება, ძალიან მალე წარმოჩინდება, ძალიან მალე თვალნათელი გახდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. ძალიან მალე წარმოჩინდება, რომ შენ თურმე ეკლესია გჭირდებოდა ეხლა რაღაცა კონკრეტული მიზნისთვის და ეხლა ეკლესიას ეუბნები, შენ ვიღა გეკითხება. ანუ ხშირად შეიძლება გაიგონოთ დღევანდელ ესე იგი ქუჩაშიც ადამიანი იტყვის, აი ამ დროს სად არის ეკლესია და რა დროს გაახსენდა მას ეკლესია და ბოლოს თვითონ როდის იყვნეტა ეკლესიაში. იმიტომ რომ ეკლესია და ეკლესიურობა ადამიანს ხშირად ისგონია, რომ შეირბენს დღესასწაულზე და სანთელს დაანთებს. ან ვიღაცა რო ყავს გარდაცვლილი, იმ დღეს მის წლის თავზე უნდა შეირბინოს და სანთელი დაასვოს და ამით იგონია, რომ უნდა ან ეკლესიის გაჩუმებას, როგორც კი ეკლესია ისედ აზრს გამოთქვამს, რომელიც მის აზრს არ ეთანხმება, ამ შემთხვევაში ეუბნება, რატომ ერევა ეკლესია ანუ ან სად არის ამას კითხულობს, ოდესაც ან რატომ ერევა? ესე იგი, ორი შემთხვევა, რომ ეკლესია საერთოდ უნდა გააჩუმონ, რომ თითქოს არ არსებობს და გადააქციონ რიტუალურ სახლად. ანუ რიტუალების შესასრულებლად ჭირდება მხოლოდ აი ჯვრის წერა მაქვს და ეხლა მოვალ ჯვარს დავიწერ, მაგრამ ეხლა იქ რომ შენ მე დამარიგებ, როგორი უნდა იყოს ოჯახი, მოიცა ეხლა კაცო, ეს არ მჭირდება, მე თვითონ ვიცი. რატომ ერევი? ხო, რატომ ერევი? მჭირდება რომ ბავშვი მყავს მოსანათლი, ან მჭირდება რომ თქვათ გარდაცვლილი მყავს და მისთვის თქვათ წესი ასაგები, მაგრამ იქ ეხლა აღარ დამიწყო ზედმეტი ის რაღაცა ჭკუის სწავლა. დაახლოებით ასე წარმოუდგენია საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეკლესიის როლი სახელმწიფოში. და მეორე ნაწილს წარმოუდგენია, რომ აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დაეთანხმოს ეკლესია, როგორც თვითონ ფიქრობს. ამიტომაც ამბობს, სად არის ახლა ეკლესია. და ასე არ უნდა მოიქცეს მთავრობაც. მთავრობას უნდა კონდეს სწორი პოზიცია დაკავებული ეკლესიასთან მიმართებაში, რომ ეს არის ორი, აი ჩათვალეთ, ღმერთის ხელი, ეკლესია და სახელმწიფო, რომელიც ერთად აშენებენ
სახელმწიფოებრიობას. აქედან გამომდინარე, ეს ადვილი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული ამბიციები ჩნდება ამ სიახლოვეში, ამ თანამშრომლობაში შეიძლება რაღაცა ისეთი ცოტა სხვანაირი მოთხოვნებიც ჩნდება, ადვილი არ არის ამ პირადი ამბიციებისა და მოთხოვნების დაუკება, მაგრამ სახელმწიფოებრივი აზროვნება და პირადი ზნეობა უნდა გაიძულებდეს სწორედ იმას, რომ შენ არა საშენოდ გამოიყენო ეს ყველაფერი, არამედ ქვეყნის აღსაშენებლად. დიახ, ერთი წუთი გვრჩება, მაგრამ აი გალბანის სინანულისანი დაგვიტოვა დავით აღმაშენებელმა და ამაზეც რამდენიმე სიტყვა რომ არ ვთქვათ, ანა კალანდაძემ თითქოს გამოხატა მთელი ქართველი ხალხის გაოცება, ხომ? ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები, ხომ? და ჩემმა შვილმა მკითხა გუში, რას ნანობს დავით აღმაშენებელი? ძალიან მიამიმტურად ჟღერს, მაგრამ აი მოკლედ რომ რაღაცნაირად რომ აი ამ თემას რომ შეეხოთ, დიახ. ძალიან მოკლედ ასეთი რამის თქმა შემიძლია და აღვამაღლოთ შევლიერისაგან ჩემისა მარტო იმას კი ანიშნავს, რომ ამოიყვანო და მაღლა ტახტზე დასვა. ღმერთი მას მოსთხოვს ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო მეც. მე და დავითს ერთნაირად არ მოგვეთხოვება. ასე უნდა დააყენოს ადამიანმა საკითხი. ანუ მე რომ ვარ ჩვეულებრივი ქვეყნის მოქალაქე, თქვა არა აქვს მნიშვნელობა ამა თუ იმ პროფესიის თუ უბრალო გლეხი, მე და ჩემს ხელისუფალს ერთნაირად ხელისუფალი, რომელიც ღმერთმა ამაღლა და დასვა, მას მოეთხოვება ძალიან ბევრი, ვიდრე მე. აქედან გამომდინარე, ღმერთს არავისთვის სახეში შეხედვა არ შერცხვება, შეხედავს და კითხავს, შენ რომ აქ იჯექი აი ამ სკამზე, რა საკეთებდი? გაამართლე თუ არა ეს იმედები? რაც შეეხება გალობანის სინანულისას, ეს არის მისი სულის განცდა. ეს არის მისი სულის ამოძახელი, მაპატიეთ თუ გადავაშორე ორ სიტყვით დავამთავრებ. სულის ამოძახელი ასე ლოცულობს, ასე ამბობს და საოცარ სიტყვებს რამდენიმე გამახსენდა, მაგრამ ერთი როდესაც გულზე ხელებს დამიკრეფენ, მაშინ შემიწყალე უფალო. მისი ერთ-ერთი ფრაზა არის ამ გალობანის სინანულისა და შეიწყალა უფალმა წმინდანთან დასია და მისი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ გადარჩენს და გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა საქართველო. ამინ, ძალიან დიდი მადლობა. საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ შვიდრის ლოცვა. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპედაკნე
მასმინო მეგალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. დილამშვიდობისა ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ვაგრძელებთ გადაცემას 7 თებერვალს 13 საათზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდება წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი ლელა ხაჩიძე. ქალბატონო ლელა, მოგესალმებით დილამშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. სრულდება როგორც ცნობილია 900 წლის თავი საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან, რომლის ხსენება დაწესებულია 8 თებერვალს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დავით აღმაშენებელმა ისევე როგორც უფრო ადრე გრიგოლ ხანძთელმა, ხოლო შემდგომში ილია ჭავჭავაძემ ხელახლა შექმნა საქართველო. მის მეფობაში ბევრი რამ განხორციელდა სამახსოვრო და სამაგალითოც. შემოიერთა დაკარგული ტერიტორიები. ბოლო მოუღო უცხოელ დამპყრობთა თარეშს და შექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელიც იდეალურია ალბათ ყველა დროისათვის. როგორც მემატიანე წერს,
თვით მამამან ზეცათამან უზეშთა ესყო იგი უფრო ის ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა. აი ეს სიტყვები დასტურია დავითის მოღვაწეობის. ილია ჭავჭავაძის სიტყვით კი მას აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს და იქ, როგორც დიდბუნებოვანმა კაცმა, წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი. ფიქრობ, ბევრი რამ არის დავითზე დაწერილი, მაგრამ ამ სიტყვებში მისი მოღვაწეობის საზრისი და არსი ზუსტად არის გადმოცემული. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლელა ჩვენთან მობრძანებისთვის, მადლობა იმისთვის, რომ გაამახვილეთ წმინდა კეთილმსახური მეფე დავითის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე, მის როლზე ყურადღება ჩვენი საუბრის დასაწყისში და რაც შეეხება კონფერენციას, რომელზეც გვინდა რომ ვისაუბროთ, რომელიც თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 7 თებერვალს პარასკევს გაიმართება, თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი მომხსენებელი, სწორედ აი ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა და ასევე თემატიკაზე, რაც იქნება განხილული კონფერენციის ფარგლებში და რა თემებიც იქნება წარმოდგენილი. დიახ. აქ პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის სათანადოდ აღინიშნება ხოლმე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითია სხვებისთვისაც. ნამდვილად. ამჟამად ჩვენს ხელთ გვაქვს პროგრამა ამ კონფერენციის, რომელსაც გახსნის სასულიერო აკადემიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიის და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. პირველი მოხსენება ეკუთვნის მის მაღალყოვლად უსამღვდელო ესობას მეუფე ანანია ჯაფარიძეს. მოხსენების თემა არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში. ძალიან საინტერესო. უდაოდ. ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წარმოადგენს მოხსენებას დავით აღმაშენებელი როგორც სახელმწიფო მოღვაწე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ელდარ ბუბულაშვილის მოხსენება წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები. ჩემი მოხსენება კი დავით აღმაშენებლის ჰიმნოგრაფიულ შედევრს გალობანი სინანულისანს მიეძღვნება. როგორც ხედავთ, ამ მოხსენებებში სხვადასხვა კუთხით იქნება წარმოდგენილი ამ ჩვენი საამაყო მეფის მოღვაწეობა. ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თუნდაც მცირე ინფორმაციას ასეთი დიდი ადამიანების შესახებ. დღეს კი ჩვენს ხელთ, მისი შთამომავლების ხელთ არის თვით მის მიერ დაწერილი პოეტური აღსარება გალობანი სინანულისანი. და სწორედ თქვენი მოხსენების თემა არის. აი რაზე ამახვილებთ თქვენს მოხსენებაში ყურადღებას და თვითონ ამ ნაწარმოების შესახებ ვთქვათ აი ძირითადი ალბათ მნიშვნელოვანი მომენტები რომ გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. შეიძლება არ ქონდეს ადამიანს ეს ნაწარმოები წაკითხული, თუმცა ნაწარმოების აღქმა იწყება უკვე სათაურიდან. და ცხადია რომ დავით აღმაშენებელი ანუ სინანულის შესახებ წერს, ხო? ანუ და არის დაკავშირებული ცოდვებთან, რომც არ ქონდეს ადამიანს ეს ნაწარმოები წაკითხული. იცით რა, მე ჩემ სტუდენტებთან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არსებობს ნაწარმოებები, რომელთა წაკითხვის შემდეგ სხვა ხდები უკეთესი ვიდრე მის წაკითხვამდე. აი ერთ-ერთი მათგანია სწორედ დავით აღმაშენებლის ეს საგალობელი. ის ეძღვნება სინანულს, რადგან ქრისტიანულ მოძღვრებაში ყველა სხვა რელიგიასთან შედარებით და უპირატესად არის სწორედ ეს მოტივი დამუშავებული და წამყვანი. გალობანი სინანულისანი წარმოადგენს დავით მეფის სულიერ ბიოგრაფიას, მის მიერ გააზრებულ და შეჯამებულ ცხოვრებას.
აი რა უნდა იყოს ამაზე უფრო სანდო და გასათვალისწინებელი. ამ საგალობლის შესახებ არსებობს გამოკვლევები და როგორც ყველა სხვა მნიშვნელოვან პრობლემას საფუძველი ამ კვლევასაც აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ ჩაუყარა. მან მაშინვე მიუთითა, რომ დავითის ეს საგალობელი მოწმობს მის საფუძვლიან საღვთისმეტყველო განათლებას. გალობანის კვლევაში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ქალბატონ ლაურა გრიგოლაშვილის ღვაწლი, რომელიც 10 წლეულების მანძილზე სწავლობდა ამ ტექსტს, ამ საგალობელს და დაწერა წიგნი, აი იმ წიგნთაგანი ნებისმიერი დროის გამოცდას რომ გაუძლებს. სხვა შორის გუში, როდესაც ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციას, სწორედ ქალბატონი ლაურა გრიგოლაშვილის სტატია, ესე იგი მიჩვენა ინტერნეტმა ჯვარიბაზისაში დაბეჭდილი 1999 წელს. დაიმე თან მაქვს მისი წიგნი დავით აღმაშენებლის გალობანის სინანულისანი, რომელშიც შეაჯამა თავისი კვლევის შედეგები. რა გადმოგცემს ეს საგალობელი და რა შეგვიძლია ვთქვათ ამ უნიკალური ტექსტის შესახებ. გალობანში არ არის საუბარი თვალით სახილველ ისტორიულ მოვლენებზე. აქ გადმოცემულია ავტორის სულიერი ცხოვრება, ცოდვების უმწვავესი განცდა, ამით გამოწვეული ტრაგიზმი და ამასთან ერთად სასოება და ღვთისშეწებნის იმედი. პირველივე სტრიქონებიდან ჩვენს თვალწინ ცოცხლდება დიდი სულიერების და დიდი პიროვნული ძლიერების მქონე პიროვნება, რომლისაცაც წინაშე ქედდა დრეკილარს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენაი ყოველი შენსახმობს აღსარებასა, მეცა სიტყვაო აღმსარებელსა მომხედენ. ვფიქრობ, რომ აი უკვე ეს პირველი ტროპარი უკვე ქმნის სათანადო განწყობას. არ არის შემთხვევითი, რომ მისი პირველივე სიტყვა, რომელიც ძველი აღთქმიდან მოდის და ძალიან არის გავრცელებული ქართულ ჰიმნოგრაფიაში, რომელმან ის სიტყვა, რომლითაც იწყება ვეფხისტყაოსანი. ყველა სტრიქონი, ყველა ტროპარი არის უღრმესი თეოლოგიური ცოდნის გამომხატველი. ნებისმიერი ასეთი სტრიქონი, რომელშიც ჩანს ავტორის მიერ ბიბლიის ქრისტიანული მოძღვრების ზედმიწევნითი ცოდნა. ამ ხლა კითხვას დაისვა ცოტა ხნის წინაც და ხშირად ისმება ეს კითხვა მხატვრულ არა რა ცოდვებზე არის ახლაპარაკი. ჩამოთვლილია 100-მდე ცოდვა. 100-მდე ცოდვა. ყაენის მკვლელებრი ცნობა, სეითის ძეთალი რწება, გმირთა სიღოდით მავალობა, ხუთქალაქელთა შეგინების ამწვირე, უფრო ის ვამრავალწილე, ვითარცა რაი აღმართ მსრბოლმა მდინარემან უკეთურებისამან. და ეს ცოდვები აი გრძელდება საგალობლის პირველი 7 ოდის 7 გალობის მანძილზე. ამ ცოდვებს შორის გვხვდება ისეთი ცოდვებიც, რომლებიც არანაირად არ შეეფერება დავით მეფის რეალური ცხოვრებით ცნობილ ფაქტებს. მაგალითად, შემასმენელთანი დავით კბენს რახვადი და ცრუნი განსაჯენ მსჯავრნი, ან ცრემლი ქვრივთანი და ობოლთა ბრგუნდვილი ტირილი არა შევიწყალე. დავით მეფის ცხოვრება მატიანეს სწორედ ამის საპირისპიროს გვამცნობს. ის ყოველდღე გასცემდა საბოძვარს გაჭირებულთათვის და თუ ამას ვერ მოახერხებდაო, სულ თქმით ამბობდა, დღეს ვერა მივეც ქრისტესა, მარცხებითა ჩემთა ცოდვათაიდა. მას რაშია საქმე? ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო, მიუტევები, გაიხსენეთ ანას ჩვენი ლექსი. ქართულ მიწაწყალს, რა იგადარდა? დიახ.
გალობანში საუბარი არაერთ ცოდვაზე, არა ერთხელ მომხდა რაიმე შეცოდებაზე, არამედ ცოდვათა რიგზე, რომლებიც ჩადენილია ადამიანთა მოდგმის დასაბამიდან. მკვლევართა მიერ მართებულად იქნა შენიშნული, რომ გალობანის სინანულის ავტორის ვედრება არ გულისხმობს ერთ ადამიანს. მიუხედავად სუბიექტურობისა, ამ საგალობელში საყურადღებოა ზოგად ქრისტიანული მხარე. ცოდვები, რომლებზედაც აქ არის საუბარი, ეხება არა ავტორის ბიოგრაფიის დეტალებს, არამედ კაცის ბუნებას ზოგადად. აი ეს არის ამ საგალობლის გააზრების საზრისი და რა ის არაზუსტი მიდგომა, რაც უფრო ისტორიკოსების ნაშრომებში გვხდება, როცა კონკრეტულ ფაქტებს ეძებდნენ. ანუ წმინდა მეფე დავითი წერს ზოგადად, რაც კაცობრიობას აწუხებს იმ ნებებზე და იმ ცოდვებზე და არა მხოლოდ მის პირად შეცოდებებზე. ძველი აღთქმის აი ეს ცოდვები არის გამოტანილი, შეხსენებული და ის როგორც ხელისუფალი აქ სწორად ითქვა ცოტა ხნის წინ ორმაგ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან ბუნებით პორფირთან ერთადო, რაც ადამიანს მოეცა, მეფობის შარავანდედიც მარწმუნეო. ანუ ხელისუფალი ორმაგადაა ვალდებული, რადგან მას აი ეს პატივი და პასუხისმგებლობა ისეც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვა. დიახ. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, ის გარემოება, რომელზეც მიუთითა ივანე ჯავახიშვილმა და ძალზე კარგად განავითარა ქალბატონმა ლაურა გრიგოლაშვილმა. რაზეა საუბარი? დავითი თავისი ცოდვების დასახასიათებლად მიმართავს ბიბლიას. დავითის აზრთა სვლა ამ შემთხვევაში მიყვება რუის ურბნისის კრების ძეგლის წერის თეოლოგიურ-ფილოსოფიური ნაწილის თხრობას, სადაც თითქმის იმავე ბიბლიურ ცოდვებზე, თანაც იმავეთან მიმდევრობითაა საუბარი, როგორც ეს გალობანში გვხდება. დავით აღმაშენებლის ინიციატივით მოწვეული რუის ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლის წერის შესავალი ნაწილი, ისევე როგორც მთლიანად ძეგლის წერა, შედგენილი უნდა იყოს დავით მეფის უშუალო მონაწილეობით. გალობანი მსგავსია ძეგლის წერის შესავალ ნაწილში ცოდვილთათვის მოსალოდნელ სასჯელთა ჩამოთვლაშიც. დავითის ურყევინებისა და მისი მიზანმიმართული მოღვაწეობის გათვალისწინებით მტკიცე კავშირი ამ ორ ჟანრებრივად სრულიად განსხვავებულ ძეგლს შორის ლოგიკური და ბუნებრივია. იმიტომ რომ ეს არის ერთი მთლიანი, ძლიერი პიროვნების, აზროვნების და მოქმედების სიტყვის და საქმის გამოვლენა. ქალბატონ ლელა, მხატვრულ ღირებულებაზეც რამდენიმე სიტყვით რომ ბრძანოთ და ასევე ესეთი შეკითხვა ისმება ხოლმე, შესაძლებელია თუ არა გალობანის სინანულისანი მოვიაზროთ დიდი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებთა გვერდით, იმ ჰიმნოგრაფების, რომლებიც ცნობილი არიან, სოფლიოში და საეკლესიო ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში. დიახ, მე თავიდანაც მოგახსენეთ, რომ ეს არის ჰიმნოგრაფიული შედევრი. და ამ საგალობლის ავტორი, როგორც ჰიმნოგრაფი, ისეთივე შემაღლეზია, როგორც მეფე გვირგვინოსანი, ანუ მწვერვალი. დიახ. მე-10 საუკუნეში ოდნავ გადავუხვევ ქართულმა ჰიმნოგრაფიამ ორიგინალურმა მიაღწია თავისი განვითარების მწვერვალს და მოგცა ისეთი საოცარი ადამიანები, რომელთაგან თითოეული ქმნის ეპოქას ჩვენი მწერლობის ისტორიაში: იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, იოანე ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი. აი ამათ შექმნეს საგანძური ქართული სასულიერო პოეზიის ორიგინალური. მე-11 საუკუნეში მოგეხსენებათ სხვა ეტაპი იწყება ჩვენი ეკლესიის და შესაბამისად მწერლობის ისტორიაში ათონური. როდესაც ჩვენი დიდი ათონელი მამები ცდილობენ მთელი სისრულით გადმოიტანონ ქართულ ენაზე იმდროინდელი სასულიერო მწერლობა. აი დავითის მოღვაწეობის დროს დავითი კვლავ უბრუნდება აი იმ სათავეს, როდესაც ორიგინალური საგალობელი აღწევს ზენიტს და ამავე დროს ითვალისწინებს დიდ მთარგმნელობით ტრადიციას.
ახლა არ არის ამაზე საუბრის დრო და საშუალება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ეს საგალობელი კავშირშია დიდი საეკლესიო მოღვაწის და ჰიმნოგრაფის ანდრია კრიტელის დიდნი გალობანთან. და ისტორიიდან ცნობილია, რომ დავითმა საგანგებოდ სთხოვა არსენ იყალთოელს, რომ მესამე დეთარგმნა ეს საგალობელი, რაც შეიძლება ზუსტად როგორც ტექსტის, ისე მუსიკის თვალსაზრისით და მათ შორის გავლენა ნამდვილად არსებობს პირველ ყოვლისა, აი სინანულის უღრმესი განცდით. დიახ, უღრმესი მადლობა ქალბატონო ლელა, ესეთი საინტერესო კონფერენცია, სადაც თქვენ ბრძანდებით მომხსენებელი და ასევე ადამიანები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, მეუფე ანანია, ბატონი სერგო ვარდოსანიძე და ბატონი ელდარ ბუბულაშვილი ჩატარდება სწორედ 7 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და გახსნის კონფერენციას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ყველა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი ყოველთვის აღინიშნება აკადემიაში, კონფერენციით თუ სხვა ღონისძიებით და ჩვენ სხვათა შორის ყოველთვის ვაშუქებთ ხოლმე ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი ლელა ხაჩიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვიდეო რგოლის შემდეგ მომდევნო სტუმართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 8 თებერვალს 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება საზეიმო მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან 24 სკოლიდან სამების ტაძრამდე, სადაც გადახდილი იქნება პარაკლისი. ერთად აღნიშნოთ დავითობა საქართველოს ოქროს ხანის დასაწყისიდან 900 წელი. დიდია 8 წელი დავით აღმაშენებელისა, მაგრამ ეს სიძლიერე მიანიჭა მას უფალმა. შემოგვიერთდით საქართველოს საპატრიარქო, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი.
დავბრუნდით სტუდიაში სტუმართან ერთად დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით 8 თებერვალს იმართება ლოცვითი მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც აღევლინება პარაკლისი. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდა წმინდა 9 ყრმაკოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. დილამშვიდობის მამათომა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დილამშვიდობის მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მთელი კვირის განმავლობაში დღესაც ბუნებრივია ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ დავით აღმაშენებლის შესახებ, ვიდრე ლოცვითი მსვლელობის შესახებ გითხავდეთ უშუალოდ და რა მნიშვნელობისაა ლოცვითი მსვლელობა ჩვენი ქვეყნის რეალობაში და ზოგადად ეკლესიურ ცხოვრებაში. მინდა გკითხოთ პირველ რიგში თქვენი მოსაზრება პირადი, თქვენი დამოკიდებულება დავით აღმაშენებლის მიმართ. ვინ იყო დავით აღმაშენებელი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას სასულიერო პირებთან, ეკლესიასთან, რატომ იყო ასეთი გამორჩეული და ჩვენთვის საყვარელი და ყველასთვის მთელი მსოფლიოსთვის. მთელი მსოფლიოსთვის იმ ნაწილისთვის, ვისთანაც არ ჰქონდა ის ცუდი დამოკიდებულება, ხო? დავით აღმაშენებელს არავისთან არ ჰქონდა ცუდი დამოკიდებულება. ესე იგი პირველ რიგში რა უნდა ვთქვა, აი შევხედოთ ერთმანეთს, აი მე თქვენ გიყურებთ, თქვენ მე მიყურებთ, ჩვენმა მაყურებელმაც ერთმანეთს რო შეხედონ, დაინახავენ რას იცით? დავით აღმაშენებლის ღვაწლს. იმიტომ რომ რომარა დავით აღმაშენებელი დღეს არც ერთი ჩვენგანი არ იქნებოდა. დღეს არც ერთი ჩვენგანი არ იქნებოდა იმ სისხლის მატარებელი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. არც ერთი ჩვენგანი არ იქნებოდა იმ მიწაზე მცხოვრები, რომელზეც ცხოვრობთ და არც ერთი ჩვენგანი არ იქნებოდა იმ რწმენის, იმ სიყვარულის, იმ ტრადიციის მატარებელი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ეს ყველაფერი არის დავით აღმაშენებელი. ეს ყველაფერი მოგვიტანა ჩვენ დავით აღმაშენებელმა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ როცა ერთმანეთს უყურებთ, ერთმანეთში ვხედავთ დიდ წინაპრებს, იმ დიდ გმირებს, რომელთა წინამძღოლობითაც და რომელთან ერთადაც დავით აღმაშენებელმა შექმნა ძალიან დიდი ეპოქა. მარტო დავით აღმაშენებელი ბუნებრივია ვერაფერს იზავდა. ის ხალხი რომ არ ყოლოდა გვერდში, ვინც დავით აღმაშენებელს დავით აღმაშენებლობაში აძლებინა. ის ერთობა, ოღონ დავით აღმაშენებელმა შექმნა რწმენით, შექმნა თავისი მსვლელობით ღმერთისაკენ, თავისი მსვლელობით უფლისაკენ და დარწმუნებული ვარ დავით აღმაშენებლის ის ღრმა რწმენა და ის იმედი, რომელიც მას ჰქონდა, დღეს ჩვენში ცოცხლობს. და რა იმედი და რწმენა ჰქონდა მას? დიდებული გაერთიანებული საქართველო, ქრისტეს რწმენაზე, წინაპართა ტრადიციებზე დაფუძნებული საქართველო. დღეს ჩვენთვის დავით აღმაშენებელი წინაპარია, მაგრამ დავით აღმაშენებელსაც ყავდა დიდებული წინაპრები, რომელთა კვალსაც ის აგრძელებდა და რომელთა ტრადიციების და რომელთა რწმენის დასაცავათაც ის შრომობდა და ბრძოლობდა. დავითი იყო ქრისტიანობის მაგალითი და კეთილი წინამძღოლი ქართველთა ერისა. დავითი იყო ქრისტესთან ერთობის სიმბოლო. ამის სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, მართლა ესე იყო. მე ვინ ვარ დავით აღმაშენებელი შევაფასო, მაგრამ მიყვარს ეს ადამიანი. მიყვარს როგორც წმინდანი, როგორც ჩემი, პირდაპირ მე რო ცოცხალი ვარ, აქ რო ვზივარ. დავით აღმაშენებლის და იმ დიდი გმირების დამსახურება, ვინც იბრძოლა, ვინც სისხლი დაღვარა, ვინც თავის ცხოვრების დრო და ენერგია ჩადო საქართველოს გაბწყინებასა და განთლიანებაში. მე არ ვიცი, დავითი რომ არა ჩვენ აქ არ ვიქნებოდი და არც ჩვენი მაყურებელი ხა. თუ შეხედავს ერთმანეთს, თავის შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს, აი დაინახავენ ზუსტად კიდევ ერთხელ ვამბობ დავითის ღვაწლს და იმ ჩვენი დიდებული წინაპრების ღვაწლს. მამათომა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 8 თებერვალს დავითობას გაიმართება ლოცვითი მსვლელობა, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირიდან, როგორც ახლა ჩვენი ანონსიდან ძალიან ხშირად ამას ვისმენთ, დაიწყება და დასრულდება სამებაში. აი ამ მსვლელობის შესახებ დავითიანი ახალგაზრდული ორგანიზაცია დავითიანი აწყობს ამ ყველაფერს პატრიარქის კურთხევით და რომ მოგვიყვეთ, რომელ საათზე დაიწყება, თქვათ აი ფორმა როგორი იქნება ამ მსვლელობის, ყველაფერი გვაინტერესებს, ყველა დეტალი. დიდებულია პირველ რიგში რა უნდა ითქვას. აი ალილო მაგალითად ყოველ წელს ტარდება. ყოველ წელს ტარდება თქვა 17 მაისის დღესასწაული, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა. და აი წლევანდელი დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ეს მსვლელობა არის ძალიან განსაკუთრებული და რატომ? იმიტომ რომ წელს არის 2025 წელი და გავიდა 900 წელიწადი მას შემდგომ რაც დავით აღმაშენებელის ზეციურ საქართველოს შეუერთდა და გადმოგვილოცა ასპარეზი ჩვენი სამშობლოს კეთილწარმატებისა და ჩვენი შვილების სწორად გაზრდისა და ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვისა. ესე არ არის? რა თქმა უნდა. და აი რგვალი თარიღია. 900 წელი გავიდა. ეს მსვლელობა რაც გაიმართება არის ისტორიული. იმიტომ რომ მომდევნო ასეთი მსვლელობის საშუალება საქართველოში იქნება 2125 წელს. ანუ ესეთი
დიდი საზეიმო მსვლელობა საუკუნეში ერთხელ ხდება. ანუ კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არის ისტორიული მსვლელობა და ჩვენ პირადად ღმერთმა მოგვასწრობს 2025 წელს, მაგრამ თუმცა ხომ შეიძლება ტრადიციადაც იქცეს და ყოველ წელსაც შეიძლება ტრადიციადაც იქცეს, მაგრამ ასე აღნიშნოთ მაინც არ იქნება. აი ესეთი მრგვალი ლამაზი თარიღი მაინც არ იქნება და ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, რომ ამ მსვლელობაში მიიღოს მონაწილეობა. არ დააკლდეს საუკუნოვანი ღირებულებითი მნიშვნელობის მსვლელობის მონაწილეობას. ეხლა ნახეთ როგორა ამბავი. ბევრი რამაა დაგეგმილი, მაგრამ თავარი რაზეც უნდა კონცენტრირდეთ არის რა. თბილისში აღმაშენებლის გამზირზე 24 სკოლასთან 13 საათიდან, ანუ შუადღის პირველი საათიდან 2:30-მდე შევიკრიბოთ იქ ერთად ყველანი. ვისაც სურს იაროს დავითის გზაზე. და ნახეთ როგორი საინტერესო და სიმბოლურია. აი ზოგადად გზა რა არის? გზა არის დინამიკა, გზა არის მოძრაობა. მსვლელობა ამ გზაზე არის საშუალება მიზნის მიღწევისა. და ნახეთ, იწყება ეს დავითის გზა იწყება დავით აღმაშენებლის გამზირიდან 24 სკოლის ტერიტორიიდან და სრულდება სამების საკათედრო ტაძარში. 3 კილომეტრია სულ რაღაცა, ბევრი არ არის მანძილი. ნახეთ, დავითის გზა ზუსტად ეს იყო. ერთად თავის თანამებრძოლებთან ერთად, თავის თანამოაზრეებთან ერთად მსვლელობა უფლისაკენ, მსვლელობა ღვთისკენ და სამების ტაძარი რისი სიმბოლოა? საქართველოს ერთიანობის, საქართველოს გაბწყინების და უფალთანყოფობის სიმბოლოა. ნახეთ, ეს გზა, რომელიც 24 სკოლიდან 24 სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთა არის, აი იმ ადგილიდან. ესეც სიმბოლურია, ხო, გარკვეულ. ზუსტად არის გზა, დინამიკა, მოძრაობა თითოეული ჩვენგანისა, რომელსაც მივყავართ საქართველოს გაერთიანებამდე, რომელსაც მივყავართ უფალთან ერთობამდე და რომელსაც მივყავართ ჩვენი დიდებული წინაპრების გზის გაგრძელებამდე. ეს გზა, ეს მსვლელობა არ არის მარტო წარსულის გახსენება. ეს არის აწმყოს გაცოცხლება და მომავლის იმედი. და ნახეთ როგორ ლაგდება ყველაფერი. ჩვენ წარსულის გამოცდილებას უნდა დავეყრდნოთ. წარსულში ყოფ და მოღვაწე მამებს და უდიდეს საეკლესიო და საერო მოღვაწეების გამოცდილებას უნდა დავეყრდნოთ. აწმყოს პრობლემებში მათი გამოცდილება გამოვიტანოთ და ასე და ამგვარად ვეცადოთ, რომ მომავლის იმედი ჩამოვიყალიბოთ და ვიაროთ წინ და ვიაროთ წინ უფლისაკენ. ჩვენი სამშობლოს დიდებისაკენ, ჩვენი დიდებული წინაპრების ღირსეული ხსოვნისაკენ და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მათი გზის, დავით აღმაშენებლის გზის ღირსეული მემკვიდრეები ვიყოთ და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დავით აღმაშენებელს ამოძრავებდა 3 ძირითადი რამ. რა იყო ეს? რწმენა, სიყვარული და იმედი. მართლა ესე იყო. და ჩვენც ესე უნდა ვიყოთ. უნდა გვქონდეს რწმენა იმისა, რომ საქართველოს ივერია გაბწყინდება. უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ტრადიციები და ერთმანეთი და ღმერთი და უნდა გქონდეს იმედი, რომ ეს სიყვარული და ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ცხოვრების გზაზე ვდგავთ და მივდივართ უფლისკენ ერთობით, უშედეგოდ არ ჩაივლის. და ივერია მართლა გაბწყინდება. მე მართლა ეს ვჯერა, მართლა ეს წამს და მართლა ამის იმედი. ჩვენც გვჯერა და ღმერთმა გვისმინოს, ხო და გისმინოთ მამა თომა, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი ძალიან დიდი მადლობა მამა თომა. როგორც ყოველთვის სასიამოვნოა ძალიან თქვენი სტუმრობა და მოსმენა. გილოცავთ წინასწარ დავითობის დღესასწაულზე და დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ. წმინდა 9 ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. გეგი ნემსიწვერიძე და ელისაბედ აბულაძე უწყობოდით დღევანდელ გადაცემას. ბედნიერად, საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დროებით.